ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1956 წლის 27 თებერვალია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობამ, რომელმაც გუშინ დაამთავრა მუშაობა, საბჭოთა ხალხს დაუსახა ახალი დიდი ამოცანები. ხელთ მისცა კომუნისტური მშენებლობის გაშლილი საბრძოლო პროგრამა. ეს პროგრამაა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის დირექტივები საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის განვითარებისთვის 1955-60 წლების მე-6 წლებში. გეგმის შესაბამისად ყრილობის გადაწყვეტილებანი ჩვენ ხალხს უსახავენ ნათელ პერსპექტივას და უნერგავენ მომავალ დიად გამარჯვებათა ურღევრწმენას. პლეხანოვის სახელობის კლუბში შედგა სტალინის სახელობის ორთქლმავალ ვაგონშემკეთებელი ქარხნის მუშაკთა შეკრება, რომელზეც განიხილეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობის შედეგები და კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა მთავრობის ლენინური ზრუნვის საპასუხოდ აიღეს ვალდებულებები. წლიური დავალება გაანაღდა 20 დეკემბრისთვის და გეგმის გადამეტებით მისცენ სამშობლოს 1 მილიონი მანეთის პროდუქცია. წელს თბილისს მრავალი ახალი შენობა შეემატება. მალე დაიწყება ქალაქში ყველაზე დიდი 170 ბინიანი და მრავალსართულიანი სახლის აგება მარცხენა ახალ სანაპიროზე, კარლ მარქსის ხიდის ახლოს. ასევე იწყება მრავალსართულიანი და მრავალბინიანი სახლების მშენებლობა კომინტერნის, პავლოვის კომბაინის, ლენინის, ფალიაშვილისა და მთელ რიგ სხვა ქუჩებზე. წელსვე დამთავრდება საპროექტო ინსტიტუტ საქსახ პროექტის მშენებლობა ბარათაშვილის ხიდთან, მარჯვენა სანაპირო ქუჩაზე, კინოთეატრი ბარნოვის ქუჩაზე. უმოკლეს ვადაშია დასამთავრებელი სატელევიზიო ცენტრის მშენებლობა და თბილისის დამამშვენებელი მთავარი ნაგებობის ვლადიმერ ილიასზე ლენინის ძეგლის აგება მისივე სახელობის მოედანზე. დაიწყო თბილისის გმირთა მოედნის გასაფართოებელი სამუშაოები. მას სიგრძე და სიგანე მოემატება. მდინარე ვერა ზოოპარკიდან მტკვართან შესართავამდე რკინა-ბეტონის გვირაბში მოექცევა. კალაპოტში უკვე ამოყვანილია გვირაბის კედლები. გვირაბის დამთავრების შემდეგ იგი მიწით დაიფარება. ვარაზის ხევი მთლიანად ამოივსება და ზემოდან ქუჩა მოეწყობა, რომელიც უნივერსიტეტთან ვაკის მაგისტრალს შეუერთდება. ამის შედეგად ქალაქის ვокზალი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ვაკეს და ქალაქის განაპირა უბანს პაგეთ. ამ სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. გადმოიცემოდა 1956 წლის 27 თებერვლის უკანასკნელი ცნობები.